სირიაში შექმნილ ვითარებას აფასებენ ქართველი ექსპერტები, ლაპარაკობენ დასავლეთისა და Deep State-ის აქტორების ტაქტიკურ დუმილზე, რაც მათი შეფასებით კიდევ ერთხელ აჩვენებს ორმაგ სტანდარტს. იხსენებენ დუმილს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებზე. ექსპერტები ამბობენ, რომ ასე ამართლებენ სასურველი ხელისუფლებების სისასტიკეს. საშინელი კადრები ვრცელდება ინტერნეტში და ამაზე რატომღაც დუმს ეგრეთ წოდებული დემოკრატიული სამყარო, ევროკრატია და Deep State-ის აქტორები, რომლებსაც პრეტენზიები აქვთ ხოლმე, როდესაც საქართველოში რაღაც მოხდება, ნებისმიერი რადიკალი აქტივისტის დაკავებისას ატეხავენ ვაივიშს, ასობით ადამიანი იხოცება დღემდე ეგრეთ წოდებული დემოკრატიული პრეზიდენტის, სირიის დემოკრატიული პრეზიდენტის ალ-შარას მიერ, რომელიც ასე თქვათ ხელდასხმულია ბჭყალებში პარიზიდან, ბერლინიდან, Deep State-დან და სად არიან ბერბოკი, სად არიან საფრანგეთის უწყება. იგივე ზუსტად ხდებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, როდესაც მიტინგების დაშლა კი არ ხდებოდა, სისხლიანი დარბევა ხდებოდა, ხო? 26 მაისი, 7 ნოემბერი, დიღმის პოლიციასთან ინციდენტი, მაგრამ ამაზე პირში წყალი ქონდათ ჩაგუბებული. ჩვენ ხედავთ, რომ სირიაში ბოლო დღეების განმავლობაში საშინელება ხდება ეს ფაქტობრივად გენოციდი არის და რადგან 2 დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი არის უკვე გარდაცვლილი, მაგრამ სამწუხაროდ დასავლეთთან არის ტაქტიკური დუმილი, ასე ვთქვათ. ჩვენთან რა ყოფილიყო ანალოგიურად ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში და მათაც გაიკეთებიათ იგივე დიდი ალბათობით კვლავ იქნებოდა ეს იგივე დუმილი დასავლეთთან. ორმაგი სტანდარტია, სტანდარტულად მათ ეს ზოგადად ახასიათებთ და მას კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ მთავარი არის პირადი ინტერესები.